დიდიოდენობით ქრთამისაღების ფაქტზე სუსმა ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე დააკავა. უწყების ცნობით ლევან ახობაძე თანამდებობაზე ყოფნისას კერძო მეწარმეს ლარსზე ჩამორთმეული 40 მილიონი რუსული რუბლის დაბრუნებაში დაეხმარა. მან ქრთამის სახით 9 მილიონი მოითხოვა. ლილუაშვილის ჩარევის შემდეგ კი მოთხოვნილი თანხა განახევდა. საბოლოოდ ახობაძეს 250,000 ლარი საკუთარ კაბინეტში გადაეცა. ახალი საფრთხო თამაში მოზარდებში ერთ-ერთი სკოლა მშობლებსა და პედაგოგებს აფრთხილებს. მათი ცნობით საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვნებს შორის ეგრეთ წოდებული ტრენდი თამაშია გავრცელებული, რის შემდეგაც მოსწავლეებს გარკვეული დროით გონება ეკარგებათ. არის შემთხვევები, როცა ძირს ეცემიან და დაზიანებებს იღებენ. გავრცელებული ინფორმაციით მოზარდები კადრებს სოციალურ ქსელში ტვირთავენ. იუშენის მქონე ბავშვებისთვის 250,000 ლარზე მეტი შეგროვდა. მარათონის ინიციატორი სტუდენტური მოძრაობა დაიცავი ილია უნი. არსებული თანხის შეგროვება არასრულ 2 დღეში მოხერხდა. საქართველოს საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ ევროკავშირის ურთიერთობებში, განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრს კითხვა კობახიძის იმ განცხადებაზე დაუსვეს, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები ცდილობენ სომხეთთან დაგვაპირისპირონ. დღევანდელი სიტუაციით სომხეთი შეშფოთებულია, თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან კავშირი სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობით არ განისაზღვრება.